თითქმის 2 საათის განმავლობაში ირაკლი რუხაძე დაკავებული იყო თავის მართლებით და ახლა იმედის მფლობელი ცდილობს დაამტკიცოს, რომ რეალურად მას არც სანქციების ეშინია და არც იმედის ფლობა არ უნდა. ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ მას ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დაასანქცირებს და არც მოლოდინი აქვს ამ ყველაფრის. რუხაძე უკვე არის უკრაინული სანქციების სიაში. თავად თქვა, რომ ბიზნესი საკმაოდ დიდი აწყობილი აქვს უკრაინაში, შესაბამისად სავარაუდოა, რომ მას სანქციების ეფექტი ამ მიმართულებით უკვე შეეხო. რეალურად თავის მართლება რუხაძის აჩენდა ზუსტად შთაბეჭდილებას იმის, რომ მას სანქციების ეშინია. ირაკლი რუხაძეს ასევე რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მიაწოდა ინტერვიუს დროს ინფორმაცია, რომ პროკურორს ამერიკის გაგზავნილი აქვს წერილი პირადად ირაკლი რუხაძის შესახებ, რომ დაიწყოს გამოძიება მისი საქმიანობის შესახებ. რუხაძემ თქვა, რომ მას დაემუქრნენ ამ წერილის გაგზავნით და იცის კიდეც ვინ გააგზავნა ამ ტიპის მოთხოვნა ამერიკის პროკურორთან, თუმცა ცდილობს ახლა წარმოაჩინოს თითქოს მნიშვნელოვანი არ არის მისი ბიზნესმენების სიაში მოხვედრა, ვისაც დგას ივანიშვილის რეჟიმი და ვინც ელოდება ახლა სწორედ სანქციებს. რუხაძე ამტკიცებს, რომ მას როგორც ამერიკის მოქალაქეს ვერ დაასანქცირებენ, თუმცა რეალობა არის სრულიად სხვა. ასევე რუხაძე ამბობს, რომ არ ემსახურება ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ნარატივებს, თუმცა ამავე ინტერვიუში იყო მისივე გზავნილები, რომ ვიღაც ცდილობს ეკონომიკის ჩამოშლას და სწორედ ამას უკავშირდება ივანიშვილის გარემოსთვის ბიზნესმენების სანქცირების დაწყება. თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს. მე თვითონ არ მგონია რომ სანქციები მემუქრება, მათ თუ გინდა შემიძლია ცლათავხსნა, რატო არ მგონია რომ მემუქრება. მე ამ სანქცია უკრაინა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და უამრავი რაღაცა რაც მე შემეძლო ჩემი იმი და უზარმაზარი ბიზნესი მაქვს უკრაინაში აწყობილი. რატო ასანქციებს ამერიკა არა თავის მოქალაქეს, თავის მოქალაქეს არ ასანქციებს კიდე ერთი, რომ მე რო ჩამსვავენ იმ სიაში, რომ ვიღაცა გაურკვეველი უცხო ადამიანი, რომელსაც გვერდს კი გვიმხელენ ვიდა რაღაც წერილს აგზავნის 8 მილიარდი კაცი ცხოვრობს სოფლიოში და ვიღაცა გაუგზავნის მარკო რუბიოს, სადაც მე ვწერე. კონგრესიდან არის გაგზავნილი. კონკრეტული, იმიტომ რომ მე გული გამისხდა ეკო დავინახე ჩემთან. მე ამერიკა ვერ დამასანქციებს, იმიტომ რომ სანქციის აზრი იკარგება და აგიხსნით რატო თუ გინდა. სხვა ქვეყანა მე დამასანქციოს. ამერიკა ვერ. ჩემ მესაც მოქალაქეა ის ქვეყანა ვერ დამასანქციებს. მაგრამ ესე იყო დაწერილი შემდეგი რაღაცა. იქ შეყარეს რაღაცა დიდი სია ხალხის, რომელიც ერთად აღებული ვაკონტროლებ უზარმაზარ ნაწილს ეკონომიკის და ეს გაიზრდება ეს სია კიდე მე კიდე რაღაცა წამლის ფული და პურის ფული მექნება იმედია, რომ დამასანქციონ ყველა ქვეყანამ ერთად, რომელიც აქვე არსებობს. არ ვიცი, მაგრამ დაწესებული ვიცი ვინ დაწერა, იმიტომ დამემუქრა ადამიანი ხა გადავასაკლებ, იმიტომ 100% ვერ გეტყვით, მაგრამ დამემუქრა დაახლოებით მაგის 2 დღით ადრე მე მივწერო ვიღაცას, იმიტომ კამათობდით ამ თემაზე. და მე ვთქვი მე ჩემი აზრი შეიძლება მქონდესო და შენ ამერიკის მოქალაქე ხარო, ის ამერიკის მოქალაქეა და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარო, ანუ ამერიკის წინააღმდეგ მივდივარ და მე ვთქვი მე რასაც ვლაპარაკობ, მე ეს არის ჩემი აზრი, მე ასე მივდივარ, მე ეს არის ჩემი ღიაზე, მე მივწერო წერილსო პროკურორსო მითხრა, მაგრამ ეს საერთოდ არ მადადებს. ხო, რას მიზამს, მიჩვილებენ სასამართლოში, მიჩვილონ. ჩემთვის მე მადადებს როცა უსასამართლოდ გამ. აი სანქცია რატო არის წარმოუდგენლად უსამართლო ინსტრუმენტი, იმიტომ რომ თქვა ინგლისმა რომ ამასანქციოს მე ან ევროპამ, ხო? მე სასამართლოს უფლება არ მაქვს. ანუ განაჩენს გამომიტანენ, ისე რომ მე არ მექნება უფლება ეს გავაჩერდე. ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეს მტკიცების მიუხედავად, უარყოფის მიუხედავად, რომ ეშინია სანქციების, ამას მოწმობს მისივე განცხადებები. მაგალითად, ის რომ მას არ აქვს სანქცირების შემთხვევაში მჩივილის უფლება, ეს აწუხებს ირაკლი რუხაძეს, ის იმყოფებოდა სრულად თავის მართლების რეჟიმში, ახლა ცდილობს, რომ გაემიჯნოს პროპაგანდისტულ მედიას, რომლითაც მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებში გაგზავნილი პროკურორისთვის წერილში წერია, რომ ის ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას. რუხაძე ამბობს, რომ საერთოდ არ სურდა მას იმედის მის მფლობელობაში გადასვლა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ამიტომ საკმაოდ დიდ თანხად იყიდა იმედი. ასევე ამტკიცებს, რომ საერთოდ არც კი უყურებს ხშირად და არ ერევა იმაში, რა გადის ეთერში. რუხაძე ცდილობს შექმნას ახლა შთაბეჭდილება, რომ თითქოს არანაირ კავშირში არ არის
არის ამ პროცესებთან. ასევე ამავე ინტერვიუში რუხაძე გაემიჯნა მისივე მფლობელობაში მყოფ იმედს, თუმცა არა ბიძინა ივანიშვილს. პირიქით ამბობს, რომ არის ივანიშვილის და ქართული ოცნების მხარდამჭერი და ასე იქნება იქამდე, სანამ იარსებებს ნაციონალური მოძრაობა და თავად ამბობს, რომ აკვიატება აქვს ნაციონალური მოძრაობის შესახებ და ფაქტობრივად ტელეკომპანია არის მისთვის ამ ბრძოლაში ფარის ფუნქციის შემსრულებელი. იმედი არსებობს, იმიტომ რომ არ მოვიდეს მეორე მხარე და სანამ არსებობს მეორე მხარე და ივანიშვილი, მაშინ რა თქმა უნდა ავტომატურად ჩვენ ივანიშვილის მხარეს. მაგრამ ეს არ არის იმიტომ რომ ივანიშვილი არ მომწონს და იმიტომ მე ბიზნე ივანიშვილის მოწონს პიროვნულად. და ქართული ოცნებაც საერთოდ არ მინდოდა მე საერთოდ იმედში მე მქონდა რაღაცა წილი, ისე როგორც თათმინის პარკში ყველაფერს მქონდა წილი, რაც ჩვენ ბადეს ოჯახს დაუბრუნდით, ესეთი გარიგება მქონდა. და მე დიდი სიამოვნებით ჩემთვის დავთმობდი იმედში, მე უბრალოდ მინდოდა რომ ჩემ ბიზნესს მეკეთებინა, მოყოლეს ხურდაში იმედი, უფრო ხურდაში გამოყოლეს საკმაოდ დიდ თანხად, ვიყიდე იმედი, რომელიც ყიდვას მე არ მინდოდა იმედის ყიდვა, იმიტომ რომ ეს არ იყო ბიზნესი და მე ვაპირებდი ბიზნესს კეთება და საერთოდ მაშინ რატომ იყიდეთ? იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა, იმიტომ აი თუ გინდა რომ კარგად და წყნარად და ყველანაირად დავიშალოთ, ეს წაიღე. ეს ვინ გითხრათ ბადრის ოჯახმა? დიახ. და ამიტომ მე მომიწია იმედის წამოღება. მე თუ მგითხოთ ჩემ ბიზნესსაც ხელს უშლის იმედი. და რატო ინახავთ მაშამდენი? იმიტომ რა უნდა გავუკეთო, ამდენი ვარიანტი მაქვს. ეს უვიძახი რომ ნაციონალური მოძრაობა რო არ იყოს, მე ჩაციკლული ვარ ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობა რო არ იყოს, მაშინ იმედი სხვანაირი იქნებოდა. და მაშინ მე ნაკლებად მექნებოდა ალბათ პრობლემა შენახვისაც და რა ქვია ალბათ გადაცემისაც ვინმესთვის. რო არ იყოს ნაციონალური მოძრაობა, მე მიმაჩნია რომ ეს არის უაღრესად საშიში რაღაცა საქართველოსთვის. ეს იმედი არის ის, რაც უნდა დაეხმაროს ამ ქვეყანას და მე პირველ რიგში, იმიტომ რომ მეც ბიზნესს ვაკეთებ, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში არ მოხდეს და არ მიგვინდეს უკან. რა თქმა უნდა, ის კვირა, როცა მე იმედთან არ მაქვს შეხება, უფრო თავის ჩემს უფრო კაი კვირა, ვიდრე როცა მაქვს შეხება. იმიტომ როგორც წესი, როცა მაქვს იმედთან შეხება, ეს არ არის რაღაცა პოზიტიური, უფრო ნეგატიური თემა არის, რაღაც ხდება. რაღაცა არის და მაგიტომაც მოიშორა ინა გუდავაძემ და ვადის ოჯახმაც. როგორც იქცევა, ქვია, გამჭვირვალობა საქართველოს, ესე არ უნდა იქცეოდეს. ოცნება უნდა მოუხსნას გამჭვირვალობა საქართველოს, ქვია, არა გადასახად გადამხდელი სტატუსი, იმიტომ რომ ის არ გვყავს ყველა იმ თავისი წესდების პირობებს, რის გამოც მიიღო მან ეს სტატუსი. და ესე რომ მოხდეს, არა მარტო მას, არამედ სხვა NGO-ებსაც, ეს კანონს ხო არ ხმარობდა, ნუ ტყუილა გვაქვს ის კანონი, ხო? მეც მიიღეს, ყოველთვის ტყუილა იყო, მას ვერ იხმარდა. უაზრო კანონია. აგენტების კანონი თუ რომელი კანონი? ირაკლი რუხაძემ გადაწყვიტა სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა იყო ის ორგანიზაცია, ვისაც მიიტანა იერიში და აკეთა განცხადებები. რუხაძე ყველა კითხვაზე, რომელზეც არ სურდა მას საუბარი, ამბობდა, რომ არ იცის, არ აქვს ინფორმაცია, საბოლოო ჯამში კი ეს იყო ინტერვიუ და განცხადებები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ირაკლი რუხაძეს ეშინია უკვე მოსალოდნელი საქციელს.